მოგესალმებით, მე ნინო ვარ. დღევანდელ ვიდეოში განვიხილავ DeLonghi-ის ავტომატური მომზადების ყავის აპარატის მოდელებს, რომელიც მუშაობს როგორც დაფუყავაზე, ასევე მარცვალზე. დავიწყოთ პირველი მოდელით, ეს გახლავთ Riveria's ბრენდის ყავის აპარატის მოდელი, რომელიც მუშაობს როგორც უკვე აღნიშნეთ, როგორც მარცვალზე, ასევე დაფუყავაზე. მას მოყვება 250 გრამიანი მარცვლის კონტეინერი, რომელიც ძალიან მარტივად მაგდება და იხსნება ყავის აპარატს. ასევე ამ კლასის ყველა მოდელს გააჩნია ფერადი ეკრანი, რომელიც გაგვიმარტივებს ყავის მომზადების პროცესს. წნევა აქვს საკმაოდ მაღალი 19 ბარი და ასევე წყლის კონტეინერის მოცულობა არის ლიტრა და 400. მას შეძლებელია ისეთი ყავის სახეობების მომზადება, როგორიც არის ამერიკანო, ესპრესო, კაპუჩინო, ლატე მაკიატო და ასე შემდეგ. Riveria's აპარატებს აქვს 4 პროფილი, ეკრანიდან შეგვიძლია სახელის შეცვლა. Coffee routine ამ ფუნქციით აპარატი დაიმახსოვრებს, როგორი ყავა გიყვართ დღის განმავლობაში და მაგის მიხედვით განაახლებს ყავის სასმელების მენიუს. ანუ მაგალითად იმახსოვრებს დღის რომელ მონაკვეთში რომელ და როგორი სიმძლავრის ყავას მივერთმევთ. რაც შეეხება მეორე მოდელს, ამის წნევას არის 19 ბარი, წყლის მოცულობა კონტეინერის გახლავთ 2 და 200, ხოლო კონტეინერის მოცულობა მარცვლის არის 500 გრამი. პრიმადონა არომატის აპარატები გამორჩეულია იმით, რომ ყავის რაოდენობის არჩევისას უკვე გუჩვენებს მილიგრამებსაც, ასევე აქვს ფუნქცია ორივე მოდელს ექსტრა შოტი, რომლის არჩევისას ყავის აპარატი კიდევ მოამზადებს 30 მილiliტრით ესპრესოს ყავის მომზადების ბოლოს. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ DeLonghi-ის ყავის აპარატების წმენდის შემთხვევაში აღარ გიწევთ სერვისში წაყება, ამ პროცესის გაკეთება შესაძლებელია სახლის პირობებშიც კი, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ინსტრუქციის დახმარებით. ჩემს მიერ განხილული მოდელების შეძენა კი შეგიძლიათ როგორც ელიტის ფილიალებში, ასევე ონლაინ i.gz-ზე.